ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლოს სხდომა გაიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, სწორედ ამიტომ სხდომა დახურული იყო. მათგან ერთს ალექსანდრე გაბაშუს პროკურატურამ მსხვერპლზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება, რასაც სიკვდილი მოყვა. საქმის მასალების მიხედვით სწორედ მან დაარტყა თავში მასწავლებელს. დღევანდელ პროცესზე საქმე სამედიცინო ექსპერტიზის კომისიური დასკვნა დაურთეს, რომლის შინაარსაც პროკურატურა მომდევნო სხდომაზე გამოიკვლევს. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა მუხლით ჯამში 4 ადამიანია ბრალდებული. ის სხვა რომელზეც ამდენი ლაპარაკი იყო, რომ ქვით რაღაცა თავი გაუჩიჩნეს და რაღაცა მოვიდა სუფთა, არა აქვს არანაირი დნმ არც გიგა ავალიანის არც ბავშვების. კიდე სხვა რამდენიმე ექსპერტიზა მოვიდა და დაზუსტებით პასუხს უკვე ადვოკატებიდან რომ მივიღებთ, მე გაგიზიარებთ. კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომ პროკურატურა მორჩეს პიკინიანი ბავშვების დაჭერას მიმოწერისთვის და გამოიძიოს ეს საქმე წესივრად, მიბრძანდნენ საავადმყოფოში, გამოიძიონ, რატო გაუკეთდა ოპერაცია გვიან, რა მოხდა, რატო ურეცხავდნენ კუჭს, ბავშვს, იმის მაგივრად, რომ გაუკეთონ ოპერაცია, რომელიც ალბათ გადაარჩენდა გიგა ავალიანს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ. ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება. ხალხსახად გიდასტურებთ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები, აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებული სუფლაო მონაცვლესთან და შესაბამისად ხდება ინფორმაციის და მტკიცებულების მოპოვება.